შევარბილებს რა. აჩვენეთ ბავშვებსაც? გმობით. ძვირფასო მოსწავლეებო, დღეს გვექნება საინტერესო და არც თუ ისე ვრცელი საუბარი, რომელიც ეხება თანამედროვეობას და წარსულს და რამდენიმე მეცნიერებას: ისტორიას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, ასევე გენეტიკას. ხო? მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის თანამედროვე ტენდენციები მეცნიერებაში, რაც აქტუალურია და უახლოეს მომავალში იქნება ჩვენი ყოველდღიურობა, ამაზე გამეცა პასუხი. მაგრამ ყველაფერი იწყება წარსულიდან, ისტორიიდან, ისტორიის კვლევიდან, იმ გამოცდილებიდან, რაც ადამიანებმა დააგროვეს საუკუნეების მანძილზე. და თქვენთვის საინტერესო თემებსაც შევეხები, მათ შორის ცოტა კომპიუტერულ თამაშებს, სიმულაციები ხომ გაგიგიათ? ხომ თამაშობთ ამას? როგორ არის გაკეთებული, იცით? არა, იცით ხომ? კოდის წერით. კოდის წერა იცით? რომელი? Python-ი და JavaScript-ი და კიდეა რამდენიმე. და მე ამოქმედება რო გინდა იმისი, რას იყენებ? Arduino-ს, ხომ? რომ მოძრაობა დაიწყოს. აი ხა ამაზე ვისაუბროთ. პირობითი სახელი არის ღვთაებრივი და ადამიანური ინჟინერია. ხომ ჩვენ ყველანი, თქვენ იცით ბავშვობიდანვე, თუ ტაძარში დადიხართ, რომ ღმერთის კნილებები ვართ. შეიძლება ეჭვგეპარებათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფიქრობთ, საიდან გავჩნდით. ეს ხომ გვაწუხებს, არა? ეს შეკითხვა. მე რა თქმა უნდა იმას არ გეტყვით, რომ სრულ 100%-იან პასუხს გაგცემთ ამ საკითხზე, მაგრამ ფიქრს მაინც დაგაწყებინებთ. ეს არის თემა, სულ 40 წუთია მაქსიმალური დრო. პირველი ნაწილი არის კოსმოსური არქიტექტორი, დემიურგი, მეორე სიმულაციის თეორია, ბრჭყალებში ციფრული ღმერთები, გენეტიკური ინჟინერია, ჩვენი პანდორას ყუთია, იცით ხომ პანდორას ყუთი რაც არის? რომ გახსნეს და იქიდან საოცრებები ამოვიდა. ხელოვნური ინტელექტის სულისძიება, ნეიროინჟინერია, გონების ჰაკი, დაჰაკვა, იცით რა არის ხომ? ჰაკერებზე ხომ გისაუბრია და მოკრძალების ინჟინერია, ანუ როგორი უნდა იყოს მეცნიერი მომავალში, რომ ისეთი ზღვარი არ გადალახოს, რომ კატასტროფა გამოიწვიოს არა მარტო თავისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. კოსმიური არქიტექტურა სამყაროს შემთხვევითობაა თუ გაუთვლელი პროექტი. ზოგიერთი ფიქრობს, ზოგიერთი მატერიალისტი მეცნიერი, ფიზიკოსიც მათ შორის, რომ ყველაფერი შემთხვევითობისგან მოდის, იყო შეკუმშული მატერია, რომელიც აფეთქდა დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ და დაიწყო ამ შეკუმშულმა მატერიამ გაფართოვება, ხომ და ეს არის ჩვენი სამყარო. დაახლოებით 6 მილიარდი წლის წინ მზის სამყარო გახდა, ხოლო ადამიანები ჩვენ, აი ასეთი როგორც ვართ, Homo sapiens sapiensები, გავჩნდით 100,000 წლის წინ, ზოგიერთი აზრით 300,000 წლის წინ. ძალიან ცოტა დროა, ხო, თუ მილიარდებზე გადავიტანთ. ანთროპული პრინციპი არის შემდეგი, 26 პლუს ფიზიკური მუდმივა, ქალბატონი ნინო ხო ესეა, ფიზიკოსი ბრძანდებით. ზუსტად მორგებულია სიცოცხლეზე, ანუ 1 გადახვევა 0.00001% და სამყარო არ იარსებებდა. არც ატომი მათ შორის. ანუ ჩვენც აქედან გამომდინარე. თუ გადახრა იქნებოდა გრავიტაციაში იგივე ნეგატიური პასუხი არაფერი არ იქნებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ფიზიკას კარგად სწავლობ და იცით. ასევე ამ თემებზე საუბრობენ უძველესი ტექსტები. ისეთი როგორიც არის ბიბლია, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, ასევე სხვა რელიგიური წიგნები, მაგრამ საუბრობენ ამაზე იმ ენით, იმ მეცნიერების ენით, რომელიც იმ დროს არსებობდა, ხო? ჩვენ რო ვკითხულობთ ძველ აღთქმას და გონია, რომ იქ მითები და ზღაპრებია, არა, ის იმდროინდელი მეცნიერებაა. ის როგორც მაშინ იცოდნენ. ეხლა ერთ პატარა ფრაგმენტს აგიკითხავთ, რიგვედა იცით ხო, ძველი ინდური ეპოსია. გაგიგიათ? რამდენიმე ვედა არსებობს და
იქ წერია ესეთი სიტყვები. დასაბამიდან იყო ოქროს ჩანასახი ან კვერცხი ზოგიერთ თარგმანში. დაბადებისთანვე ის გახდა ყოველივე არსებულის ბრძანებელი. გაიხსნა, გაფართოვდა. ხომ ეს ის ენა, რომელსაც დღეს დიდი აფეთქების არის მის? ჩათვალეთ რომ უკან არსებულის ბრძანებელი, ანუ გაფართოვდა და შეიქმნა სამყარო, ეს რიგვედაში წერია. თუ დაინტერესებული ხართ, ისტორიის მასწავლებლებს გითხეთ და გეტყვიან რა არის რიგვედა. ეხლა შემდეგი არის სიმულაციის თეორია. ვინც თამაშობთ კომპიუტერთან, იცით რა არის სიმულაცია, ხო? აბა რომელი თამაშებია სიმულაციური? თითქმის ნებისმიერი, ყველგან სიმულაციაა, ხო? მაგრამ ამ სიმულაციაში თქვენ ხო პერსონაჟებს ქმნით ან ამოძრავებთ. ასწავლით რა გააკეთოს, ხო? ერთი ლეველიდან მეორეში რო გადავიდეს და მიზანს მიაღწიოს. მაგრამ ის ვიღაცამ შექმნა, თქვენ უბრალოდ ინჟინრები არ ხართ. ინჟინერი არის ის სპეციალისტი, ვინც ეს ააწყო. ეხლა ნიკ ბოსტრომი, ფიზიკის პედაგოგს გითხეთ და გეტყვით ვინ არის? ეს იყო ძალიან ცნობილი ფიზიკოსი, რომელსაც აქვს ესეთი თეორიები სიმულაციის. სულ სამი ვარიანტია. ყველა ცივილიზაცია იღუპება სანამ სიმულაცია შექმნის. მიხვდით რას ნიშნავს ეს? პროგრამებს ქმნით, რომ გაიაზროთ ცხოვრება, ან გაინტერესებთ რაღაცა მიზნების მიღწევა და ამ დონემდე ვითარდებით. განვითარებულ ცივილიზაციებს სიმულაციის შექმნა არ სჭირდებათ, უარს ამბობენ. შეგვიძლია დღეს ვთქვათ, ჩვენმა ცივილიზაციამ ჩვენ არ გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, როგორც ვიყავით აქამდე, ისე გავაგრძელებთ არსებობას. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ზოგიერთი თვლიდა, რომ არ შეიძლება ორთქლის ძრავის ან შიდაწვის ძრავის გაკეთება. მოდით დავრჩეთ ისევ ცხენები და ეტლებით და სოფლის მეურნეობა იყოს ჩვენი ეკონომიკის სამყარო, მაგრამ არ გამოვიდა. ზოგიერთმა ნაწილმა უარი თქვა, გააკეთეს ინდუსტრიული რევოლუცია და მერე მთელი მსოფლიო აყვა. ეს ქვეყანა ინგლისი იყო მაშინ. ხოლო მესამე, ჩვენ თავად ვართ სიმულაციაში და ეს არის ყველაზე სავარაუდო ვერსია. ამას ძალიან ბევრი ავტორი ყავს, ბევრი მიმდევარი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ როგორც ქმნილებები, უმაღლესი გონის, აზრის, ვიმყოფებით გარკვეულ სიმულაციაში. მე არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. თქვენთვის სიმულაციაში ყოფნა ნიშნავს, რომ სხვის მიერ შექმნილ რეალობაში ვარსებობთ. ილონ მასკი ამბობს, რომ შანსი იმისა, რომ ჩვენ საბაზისო რეალობაში ვართ, 1 მილიარდიდან 1-ია, ანუ ნამდვილ რეალობაში კი არ ვართ, შექმნილ რეალობაში ვართ. აი როგორც თქვენ ქმნით, ვინც ერკვევით პროგრამირებაში და შეგიძლიათ სკრიპტები გამოიყენოთ და კოდები, ბინარული კოდები, ხო? JavaScript-ი იქნება ეს თუ Python-ი და კიდევ ბევრია. იცით ეს რაცა. აი დაახლოებით ამაზეა საუბარი, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ არა, 50%-ია. ბავშვების ზღვარი. ეხლა შევადაროთ ძველი ტექსტები, ბიბლია და კვანტური ფიზიკა. თქვენ ერთ უცნაურ ამას აღმოაჩენთ, რომ მათ შორის არის ბევრი საერთო. ადრე იყო მოარული აზრი და ბევრი ამას უჭერდა მხარს, რომ რელიგია და მეცნიერება ყოველთვის ერთმანეთთან არის დაპირისპირებული. ასე არ არის. მე თავიდანვე გითხარით, უბრალოდ სხვადასხვა ენებია და სხვადასხვა ტერმინოლოგია გამოყენებული. ხო, სხვადასხვა სემანტიკაა. დასაბამიდან იყო სიტყვა. იცით არა ეს? ივანეს სახარების პირველი სიტყვებია. და ეს სიტყვა იყო ღმერთი. ჯონ ველერი, ფიზიკოსი კი ამბობს, რომ ყველაფერი მოდის ბიტიდან. ეხლა გავიგოთ ბიტი რა არის. სიტყვა ფიზიკის ენაზე ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული ბიტი, არა? აი JavaScript-ის მიერ გაკეთებული არა, რაღაც ჩვენს მიერ გაკეთებული პროგრამებიდან. ხოლო რელიგიურ კონტექსტში სიტყვა ინფორმაცია, რომელიც მატერიაზე ადრეა, რა თავდაპირველად იყო ან დასაბამიდან იყო სიტყვა. ფიზიკაში დასაბამიდან იყო ბიტი. ბიტი რა არის? აბა მიხვდით ახლა. საიდან მოდის ბიტი? ჩვენი აზროვნებიდან არა, ჩვენი ფიქრიდან. ჯერ ვფიქრობთ და მერე ამას ვაკეთებთ. თუ ეს არ არის, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ. ვერსერთი თქვენგანი, რაც არ უნდა იწვალოთ, თუ გაუაზრებლად რაღაცას გააკეთებთ, არაფერი არ გამოვა, რა. მერე შემდეგ რომ გავაგრძელოთ და ძველ აღთქმაზე გადავიდეთ და თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქნა
ნათელი. ეხლა ფიზიკაზე გადავიდეთ, ეს ნასწავლი გაქვთ ყველას. ფოტონი წარმოადგენს ტალღისა და ნაწილაკის ჯამს, რომელიც გვაძლევს სულს და მატერიას ერთად. ეს არის ფოტონი. ფოტონებისგან რა არის წარმოდგენილი? ტალღა, ხო? და შუქი, სინათლე. მისი კომპონენტია მთავარია რა. სამყარო უფრო დიდ აზრს, ჩანაფიქრს ემზადება, ვიდრე დიდ მანქანას. აქ აზრის გონის უპირატესობაა დაფიქსირებული მექანიზმზე. ხო, გინდაც მოტორი იყოს, გინდაც ძრავი იყოს, ვერ იმუშავებთ თუ არ იქნება მის უკან დიდი აზრი და ჩანაფიქრი. რისთვის მჭირდება მე ეს მანქანა? გადასაადგილებლად, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე თუ მიწის ამოსათხრელად, ხო, ამის უკან რა დგას აზრი. ჯერ უნდა გავიაზროთ, მერე უნდა გავაკეთოთ. ესეა მოწყობილი ეს სამყაროც და ასევე მოწყობილია ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრონული ტექნოლოგიები, არა? ეხლა გენეტიკური ინჟინერიაზე გადავიდეთ, ამასაც შეხვდებით უმაღლეს სასწავლებლებში და ვისაც აინტერესებს ბიოლოგია და მედიცინა, ალბათ მოუწევს ამასთან კონტაქტი. ბიოლოგები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ შეიძლება გაოცდეთ. და ზოგიერთი ინფორმაცია არც იყოს ჩვენთვის ცნობილი, ეხლა მოგახსენებთ, მაგრამ ეს არის პანდორას ხუთი. ხიფათსაც შეიცავს, არა? თუ გახსენი ეს ხუთი და ვეღარ გააკონტროლე, მერე პრობლემები იქნება. აქ უკვე ეთიკური და მორალური საკითხებია გადამწყვეტი და ჯერჯერობით ადამიანის ცივილიზაცია ახერხებს, რომ შეაჩეროს უკიდეგანო გავრცელებისგან და უკონტროლობისგან ეს სამეცნიერო მიღწევები. სიცოცხლის კოდის გახსნა დნმ-ში, ბიოლოგიაში ხომ გაქვთ ნასწავლი? აი იმის დამუშავება ისწავლეს მეცნიერებმა. 2012 წელს დუდნამ და შარპანტიერმა CRISPR-Cas9 კოდი გახსნეს, ამოჭრეს, რაც სჭირდებოდათ და სხვა ჩააკერეს. ნუკლეოდიდი ადამიანის გენომში ჩვენი სრული ბიოლოგიური კოდია. ბიოლოგია ვის უყვარს? ვისაც უყვარს მიხდირაზე ალაპარაკ. შეგიძლია წარმოიდგინო ეს რა არის? თუ გენომში იპოვე რამე დაავადებული ნაწილი, შეგიძლია ამოჭრა პირდაპირ და სხვა ჩააკერო. კი, და გადაარჩინო სიცოცხლე, ხო? აი ნამგლისებური სხეული რო ამოჭრეს პირველად, ეგ იყო და ადამიანი გადარჩა. განწირული იყო სიკვდილისთვის, მაგრამ გადარჩა. მაგრამ ამავე დროს შეგიძლია ადამიანის რაღაცა თვისებები ფიზიკური გააუმჯობესო ან გააუარესო ამ მეთოდოლოგიით თუ გამოიყენებ. თუ ეს უკონტროლო იქნება, ხიფათია უკვე, არა? ანუ ზღვარი სად არის? ჩვენ შეგვიძლია ან სუპერმენები გავზარდოთ, თუ ბავშვობაში ვიმოქმედებთ მათ გენეტიკურ კოდზე და შევცვლით სიცოცხლის კოდს, ამ პირიქით გავანადგუროთ ესეთი ადამიანები, ვინც არ გვაწყობს. იყო მეცნიერება ასეთი, ევგენიკა ერქვა 19-20 საუკუნეში, რომელიც მერე გამოაცხადეს ანტიადამიანურად, ანტიხუმანურად, აი ნაცისტურ გერმანიაში სწავლობდნენ ამ საკითხს და ფიქრობდნენ გაუმჯობესებული ადამიანთა მოდგმის გამოყვანას გენეტიკაში გენური კოდის ცვლილების საფუძველზე. გააკეთეს კიდევაც, აი ნახავთ ახლა. ჰე ჯიანკუი, ჩინელი, პირველი რედაქტირებული ბავშვები ჩინეთში. გადააკეთა ბავშვები ჩანასახშივე. წარმოიდგინეთ, ამოჭრა ის გენები, რომელიც მისი აზრით აფერხებდა ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას და სხვა გენები ჩააკერა შიგნით. ამის გამო დააპატიმრეს 5 წელი ციხეში იჯდა და დღეს მორატორიუმი არსებობს ასეთ სამეცნიერო კვლევებზე და ცნებზე. ნუ არსებობს მორატორიუმი, მაგრამ გამორიცხული არ არის, სადღაც მუშაობენ. იცოდი ეს ამბავი? ანუ ეს ბავშვი გენიოსია. მაგრამ რას ამბობს წმინდა წერილი? ძველი აღთქმა ამაზე, აი ერთ უბრალო ტექსტს მოგიყვანთ წინასწარმეტყველი ესაიას წიგნიდან. ვაი მას, ვინც ეურჩება თავის შემოქმედს, თიხის ნატეხი მიწის ნატეხთა შორის. ანუ დუბლირებული ინჟინერია მიმდინარეობს. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ღმერთმა ძალიან უხეში შედარება მოახდინა სამყაროს კონსტრუირება და შემდეგ ადამიანის შექმნა, ეხლა თვითონ ადამიანი ცდილობს ამის გაკეთებას და ისევ წმინდა წერილით იმართლებს თავს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, მომბაძეთ მე, როგორც მე მიბაძავ ქრისტეს, ესე იგი
ქრისტე შემოქმედი ღმერთია, ჩვენ შეიძლება ვიყოთ შემოქმედი, მაგრამ აქ არ არის საუბარი ადამიანის თვისობრივ ცვლილებაზე, გენეტიკურ დონეზე მის ცვლილებაზე და ახალი სიმულაციის შექმნაზე. მე რო თამაშები გითხარით, კომპიუტერული ხო, ციფრულ სამყაროში არსებული, ეს შეიძლება შეცვალო რეალურად და მატერიაზე იმოქმედო, თუ კი იცი გენეტიკური კოდის წერა, ხო? აი ვინც იცით ბიჭებო თქვენ, JavaScript-ს გამოიყენებ ამ Python-ს და შეცვლი ამას. და ადამიანის ცვლილებას გამოიწვევ მის ყოველდღიურობაში, თქვათ მათემატიკა უყვარს და შეცვლი და შეუყვარდება ისტორია. ან ბიოლოგია, ან ქიმია. ეს უკვე ხელოვნური ჩარევაა. ხელოვნური ინტელექტი უკვე სულისძიება სილიკონის ტვინში. წარმოგიდგენიათ ეგეთი რამე, რომ ინფორმაცია განათავსოთ სხვა მყარ მატარებელში. შეგიძლიათ? როგორ არ შეგიძლიათ ყოველდღე ამას აკეთებთ? აი აქ რაც არის ფლეშ ბარათი, ის არის ჩარჭობილი ინფორმაცია ერთი ადგილიდან მეორეში გადავიტანე. მაგრამ აქ ლაპარაკი ამ ინფორმაციის აქ გადმოტანაზე პირდაპირ. ეგეთი ტექნოლოგიებიც არსებობს უკვე. და არც თუ ისე უხიფათოა. აი აქ ძალიან ჭრელად არის, უბრალო სტატისტიკური მონაცემები მაქვს მოყვანილი, ChatGPT პირველად გამოჩნდა 2022 წელს და ერთ კვირაში 1 მილიონი მომხმარებელი ყავდა ერთ კვირაში. ორ თვეში 100 მილიონი. დღეს მილიარდს გადააჭარბა უკვე. ოღონდ მარტო ChatGPT არა, ბევრი გაჩნდა, რომელმაც ChatGPT ჩაძირეს. ეხლა ChatGPT-ს ზამთარი აქვს, ხობს გაზაფხული აქვს. და წინ მიდია, რასაც უნდა გითხრათ, რასაც ეხლა თქვენ უყურებთ, რამდენიმე თითის დაჭერით მაქვს გაკეთებული, თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტის გაკეთებულია და უფრო საინტერესო და მაგარ რაღაცებს აკეთებს, არ ჩავსვი, ვიდეო ფაილებით შეიძლება გაგიკეთოს, თვითონ მოიგონებს, მე ვეტყვი და მოიგონებს თვითონ. საერთოდ არც ფოტოს ჩავსვავ და არაფერს. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. ChatGPT 4-მა ამერიკის ადვოკატის გამოცდა გაიარა და ტოპ 10%-ში მოხვდა. ხვდებით, ბევრ კარგ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ადვოკატობაში აჯობა. ანუ სუპერ ადვოკატები არიან რა. კიდევ ბევრი პროფესია, წიგნებს წერენ კი. კი. აი ზუსტად იმ Arduino-ს გამოყენებით, Arduino-სა და AI-ის კომბინაცია ამოძრავებს უკვე ისეთ სინთეტიკურ ფიზიკურ არ მინდა ადამიანი ვთქვა, დაზგა დანადგარებს, რომლებიც უზუსტეს ოპერაციებს აკეთებენ. იგივე კომპიუტერებს აწყობენ, შეუძლიათ საფრენი აპარატი მართონ, დრონები ხომ გაგიგიათ რაც არის, ეს არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დანადგარია, რომელიც იმ ამოცანებს ასრულებს, რასაც ვეტყვით. მაგრამ თუ ჩაუწერთ კოდს, დამოუკიდებლად დაიწყებს მერე ფუნქციონირებას. უკვე გააკეთეს ისეთი ნანო ნაწილაკი, რომელსაც შეუძლია თვითრეპროდუქცია, თვითონ მრავლდება. აღარ სჭირდება ადამიანის ჩაბარება. ეხლა წარმოიდგინეთ დრონი ან მანქანა ყავს, მანქანები ხო გიყვართ, ვაჟებს. ერთი მანქანა ყავს და შენ გინდა მეორე და გაამრავლებ. უბრალოდ დაუწერ პროგრამას და თვითონ გამრავლდება. თავისნაირს გააკეთებს. ჯერ არა. სინგულარიზაცია დაგეგმილია 2045 წლისთვის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი აზროვნება სრულად შეერთდება. ეს არის სინგულარიზაცია. ძალიან საშიში რამეა და მე ვფიქრობ ადამიანი უნდა გაფრთხილდეს. ახალი აღთქმა ამბობს ბიბლია, როგორც მეორე ნაწილი. სული არის განცხოველებული, ხოლო ხორცი არა რას სარგებელ არს. ეხლა ნახეთ ფიზიკოსები რას ამბობენ, თუ სული ინფორმაციის ნაკადია, თავიდან რაც იყო, ხო? შეიძლება ის სილიკონში გადავიდეს? არა ორგანულ შენაერთში. გაიხსენეთ ფრანკენშტეინი, სადაც ეს მოხდა. და რა მოვიდა იმ ფრანკენშტეინს, გახსოვთ? იდეა არ ქონდა, აზრი არ ქონდა, ვერ იპოვა თავისი არსებობის აზრი და მონსტრად გადაიქცა და მერე გაანადგურეს. დღეს კიდე ჯეფრი ჰინტონი, Turing Award-ის ლაურეატია ფიზიკაში და გენეტიკაში, ესეთ რამეს ამბობს. AI-ის საფრთხეები რეალურია. ჩვენ ვქნით იმას, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ბევრი მეცნიერი ამბობს ამას, რომ თუ კონტროლი დავკარგეთ ამაზე,
შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ან თვითონ უკვე AI, my general artificial intelligence, რომელსაც ქვია, იმან შეიძლება თვითონ დაიწყოს უკვე დამოუკიდებელი მუშაობა. როგორც ჩვენ ვიწყებთ, არა, აქტიურად, როგორც ქმნილებები დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას. აი, დაახლოებით რომ გითხრათ, კვანტურ ფიზიკას სწავლობთ გაკვეთილებზე ან ელემენტებს? კვანტურ ნაწილაკს რა შეუძლია, იცი? აი, ერთი მილაკი და თავისით მოძრაობს. ერთი ნაწილში შედის, მეორეში გამოდის. განუწყვეტლივ მოძრაობს, მაგრამ როგორც კი ექსპერიმენტის ჩატარება იწყება, უყურებს მკვლევარი, მაშინვე იცვლება. დღემდე არ იცი რა ხდება. ჩერდება, აღარ მოძრაობს, მერე უცებ ისევ დაიწყებს მოძრაობას, მერე ისევ ჩერდება. ესე ფიქრობენ, რომ თავისი გონება აქვს. ეშინიათ. დამიჯერეთ თვითონ ფიზიკოსებს ეშინიათ. აი, ქალბატონი ნინო, აქაც არის და იქაც არის. ეს კვანტური ნაწილაკი მილაკის თავშიც არის და ბოლოშიც, მაგრამ როცა უნდა შედის, როცა უნდა გამოდის. იმ შემთხვევაში თუ უყურებთ, ისე არა. სინგულარობა 2045 წელი, ფაუსტისეული გარიგება. ფაუსტი იცით, ხო? ვინ არის ავტორი? აბა გაიხსენეთ. უკვდავი გოეთე. 1950 წელი ალან ტიურინგი პირველი კითხვა შეუძლია თუ არა მანქანას ფიქრი. 1950 წელი, 1997 წელი Deep Blue ხელოვნური ინტელექტი, ადრე კომპიუტერს ეძახდნენ, ამარცხებს ჭადრაკის ჩემპიონს კასპაროვს. გაანადგურა. 2022 წელი ChatGPT 100 მილიონი მომხმარებელი და 2045 სინგულარობა. კურცველი გაგიგიათ ეს ვინც არის, ხელოვნური ინტელექტის იდეური მამა, AI გადააჭარბებს კაცობრიობის ერთობლივ გონებას. ერთობლივს. აქვს თუ არა AI-ის სული? ჯონ სერლი ჩინური ოთახის სინდრომი ქვია. რას ნიშნავს ეს ახლა კარგად მომისმინეთ რომ მიხვდეთ. AI-ის სინტაქსი სემანტიკის გარეშე, ეს უკვე ფილოლოგიაა. ქართულის მასწავლებლები გეტყვიან, რას ნიშნავს სინტაქსი სემანტიკის გარეშე. მანქანა ასრულებს სიმბოლოებს, კომპიუტერი, ხო? სიმბოლოებით არ მუშაობს 0 1 0 1 0 0 0 1 არა. მაგრამ არ გრძნობს ამას. სულს კიდე ბიოლოგიური საფუძველი სჭირდება. ეს ერთი აზრია სირლის, მაგრამ არის კიდე კურცვეილის ფუნქციონალიზმი. ცნობიერება არის ინფორმაციის ნიმუში, პატერნი. სულის ბიოლოგიური საფუძველი არ არსებობს, თუ ჩვენ ვართ ბიომანქანები იმ შემთხვევაში, AI-საც შეუძლია ცნობიერი იყოს. თუ კი მატერიაში მოხდება და გარკვეული ამოცანები ექნება, თუ კი კოდს დაუწერთ. ხო? არდუინოთი თუ დაუწერ, უკვე ამოძრავდება. და მერე ბიბლიიდან არის მოყვანილი ახალი აღთქმიდან, სული განცხოველებულია. ანუ სული მხოლოდ მაშინ არის აღთქმადი, როცა მატერიაშია. და AI თუ სინთეტიკურ არსში ჩავსვით, ისიც იქნება მოაზროვნე. ნეიროინჟინერია და ცნობიერება, ეს ბოლო ნაწილი არის გონების დაჰაკვა, ბოლო ზღვარი. Neuralink-ი, იცით ვისი კომპანიაა, ელონ მასკის, 2024 წელს პირველი ადამიანი მართავს კომპიუტერს გონებით, უკვე შეუძლიათ ეს გააკეთონ Wi-Fi-ის წყალობით ან ფიზიკური მატარებლით, ფლეშკით. ტვინის განახლება, Optogenetics ესეთი ორგანიზაცია, სინათლით ნეირონების გაღება, ემოციების ჩართვა ქიმიით. მეხსიერების ჩაწერა cloud-ში, ხო იცით cloud-ი რაც არის? ღრუბელში არა, ინფორმაციას ხო ინახავთ? Google Cloud იცით? თუ არა? კი. ესეთი რამის გაკეთება შეიძლება უკვე მეხსიერების ჩაწერა შეიძლება. გააკეთეს ეს, თაგვებში ჩაწერეს მცდარი მეხსიერება და თაგვები სხვანაირად იქცეოდნენ, თაგვებით არ იყვნენ უკვე. და ადამიანებში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებაო 10 წელიწადში. ანუ რადიკალური ცვლილება ადამიანს წაშლიან თქვენს აზროვნებას და ახალს ჩაწერენ. ან გადაწერენ თქვენს აზროვნებას cloud-ში აიტანენ და მერე სინთეტიკურ სხეულში ჩასვავენ. ეთიკური კითხვა, ვინ ვარ მე მაშინ, თუ ჩემი მეხსიერება შეცვლილია? რჩება თუ არა სული?
დასკვნა მოკრძალების ინჟინერია. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პასუხისგებლობა. თუ ჩვენ გარკვეული ეთიკური და მორალური მუხრუჭი არ ჩავხდეთ ჩვენს თავში, მაშინ ყველაფერი ცუდად წავა. ძალიან საოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ. სწავლობთ შემოქმედის ხელწერას, ანუ მის ხელწერას, ვინც ჩვენ შექმნა თვითონ და სამყარო შექმნა. CRISPR-ი, რომ გითხარით, აი გენომის ამოგლეჯა შეუძლია და ახლის ჩაწერა კოდით. ეს არის ნეიროინჟინერია. ჩვენ თვითონ გვაქცევთ შემოქმედებად ეთიკური პასუხი სჭირდება ამას. ვართ კი შემოქმედები და ვიმსახურებ თუ არა ამას. შემდეგ სიმულაციის თეორია პლუს კვანტური ფიზიკა და ანთროპული პრინციპი. ერთი კითხვა, ვინ ვართ ჩვენ? თუ ეს რეალობა, ესე იგი სიმულაციაში ვცხოვრობთ. იმ სამყაროში, რომელიც შექმნილია ჩვენთვის და სხვა ვიღაცებისთვის და სხვა რაღაცეებისთვის. ძველი სიბრძნე და თანამედროვე მეცნიერების ჯამი. აქედან უნდა მივიღოთ მოკრძალების თეორია, რომ არ შეიძლება ზღვარს გადავცდეთ იმ ზღვარს, რომელიც საფრთხეს მოგვიტანს ჩვენ როგორც ადამიანებს და ჩავნაცვლდებით სხვა რეალობით და სხვა ინტელექტით. ხო? ძველ ტექსტებს თუ წაიკითხავთ, დაგვირობით, გინდაც რიგვედა იყოს ან შუმერული ტექსტები აქ ესეა. ღმერთებმა ითამაშეს, შექმნეს სიმულაცია და იმ სიმულაციაში შექმნილმა არსებებმა დაამარცხეს ღმერთები და გააქრეს დედამიწის ზედაპირიდან. ნუ გავხდებით ისეთი ღმერთები ბრჭყალებში, რომელთა შიშიც თავად გვექნება. სულ ეს არის.